მოგესალმებით ამ ვიდეო გაკვეთილში განვიხილოთ თუ როგორ უნდა დავამატოთ ან წავშალოთ ენის გადამრთველზე სხვადასხვა ენები. Როგორც ვიცით, ჩვენ სამუშაო მაგიდის მარჯვენა ქვედა კუთხეში არის ენის გადამრთველი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი არა გვაქვს ენის გადამრთველი და მუშაობთ მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ამისთვის საჭიროა რომ დავამატოთ მას ენის გადამრთველი. და შეგვიძლია დავამატოთ როგორც ქართული, ასევე რუსული და ასე შემდეგ სხვადასხვა ენები. ამისათვის შევდივართ Control panelში და ვირჩევთ Region and Language. უცემულ პანჯარაში გადავდივართ Keyboards and Language ჩანართზე და ვირჩევთ Change Keyboards. ხოლო გამოსულ პანჯარაში ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ ან წავშალოთ ჩვენი ენები. აი ამ შემთხვევაში ჩვენთან არის მხოლოდ ინგლისური ენა, მე დავამატებ ახლა ქართულს. ამისთვის დავაწყაბუნებ ღილაკზე add და მოცემულ პანჯარაში უნდა მოვძებნოთ Georgian. როგორც ხედავ, გამოჩნდა Georgian. დავაწყაბუნებ მის გვერდით plus-ზე და ასევე გაიხსნება პატარა ქვე მენიუ, სადაც ისევ keyboard-ის გასწვრივ აწყაბუნებ plus და ვირჩევ Georgian QWERTY. ამის შემდეგ დავეთანხმებ მას OK-ს. გავააქტიუროთ და OK. როგორც ხედავ, ჩვენი სამუშაო მაგიდის მარჯვენა ქვედა კუთხეში გაჩნდა ენის გადამრთველი და შეგვიძლია გადავიყვანოთ ჯერად ქართულზეც. ახლა დავამატოთ რუსული ენა. ამისთვის ისევ შევდივართ Change Keyboards. ისევ ვაწყაბუნებთ add და მოვძებნოთ რუსული. Russian. Keyboard plus-ი და ვირჩევთ აქ პირველს. დავეთანხმოთ მას OK-ს. გააქტიურება. OK. დავხუროთ ყველა პანჯარა და როგორც ხედავთ, აქ დაემატა რუსული ენაც. ახლა როგორ ხდება წაშლა? შევდივართ ისევ Start Control Panels, Region and Language, Keyboard, Change Keyboard და შეგვიძლია აქედან წავშალოთ. მაგათ რუსული წავშალოთ. დავაწყობებ მასზე და Remove და წაიშლება, როგორც ხედავთ. აუცილებლად უნდა დავადასტუროთ ის და როგორც ხედავთ, აქ წაიშალა. მეორენაირად როგორ შევიდეთ აქ, როდესაც არის ჩვენ სამუშაო მაგიდას მოცანათა პანელზე გვაქვს ენის გადამრთველი, მარჯვენა ხილაკი Setting და გადავდივართ პირდაპირ აი ამ გვერდზე, სადაც შეგვიძლია ჩვენ დავამატოთ ან წავშალოთ ენები. დღეისთვის ეს იყო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.